სამიტის კონცეფციის მთავარი კომპონენტი არის რომ ჩვენ არ მივატოვებთ არც ერთ ჯარისკაცს, არც ერთ სერჟანტს, არც ერთ ოფიცერს, არც მათ ოჯახებს მშვიდობის ან ომის დროს. და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც აერთიანებს ჯარს, რომელიც აერთიანებს არმიას. ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო იღებს სრულ გარანტიას და არც ერთი ადამიანი არ იქნება დატოვებული ყურადღების გარეშე არ მშვიდობის პერიოდში, არც ომის დროს. სამინისტროს და გენერალური შტაბის, გაერთიანებული შტაბის ექსპერტები ახლა მუშაობენ სრულ პაკეტზე, რომელიც დაახლოებით 2 კვირაში შეიკრება და რომელიც იქნება წარმოდგენილი და ჩვენ გავისაუბრებით შევალთ ყველა ოჯახში და შევხვდებით ყველა ოფიცერს, სერჟანტს და ჯარისკაცს. იმისათვის, რომ როგორც თვითონ ოფიცრები, სერჟანტები, ჯარისკაცები, ასევე მათი ოჯახის წევრები კარგად იცოდნენ თუ რაზე იღებს პასუხისმგებლობა სახელმწიფო. ეს იქნება ბევრად უფრო მეტი სოციალური გარანტია, ვიდრე იყო ადრე. სოციალური გარანტიები, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ყველა სამხედროს მოტივაციის ასამაღლებლად და მისცემს შესაძლებლობას ყველა სამხედროს რომ იცოდეს, რომ მასზე და მის ოჯახზე ყოველთვის იქნება ზრუნვა სახელმწიფოს მხრიდან. მეორე კომპონენტი total training-ის შეიცავს ტოტალურ გადამზადებას, ტოტალურ მომზადებას ჯარის ყველა იმ ნატო სტანდარტის მიხედვით, რომელიც არსებობს. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი არის დახმარება, რომელიც ჩვენ ამაში ვიღებთ ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებას ვიღებთ დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოსგან, ჩვენი პარტნიორებისგან და ყველა იმ ქვეყნისგან, რომელიც შედის ნატოში. ტოტალურ გადამზადებაში ჩვენ გულისხმობთ იმას, რომ ყველა ჯარისკაცს, ყველა სერჟანტს და ყველა ოფიცერს კონდეს განვითარებული ის უნარები, რომელიც ჭირდება ჩვენი ქვეყნის ტოტალური თავდაცვისთვის. აქაც 2 კვირაში იქნება შეკრული პაკეტი, ანუ შეკრული ის კონკრეტული გეგმა, თუ რა გეგმით გადამზადდებიან ეს ჯარისკაცები იქნებიან, სერჟანტები თუ ოფიცრები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის განვითარება ჩვენი სამხედრო აკადემიის, თავდაცვის აკადემიის, სერჟანტთა სკოლის, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ სერჟანტები წარმოადგენენ ერთ-ერთ უმნიშვნელოვან ფუნდამენტს ჩვენი ჯარის. ტოტალურ თავდაცვაში ჩვენ გულისხმობთ იმას, რომ როგორც ბრძანა საქართველოს პრეზიდენტმა, ჩვენ უარს ვამბობთ ჯარის გამოყენებაზე აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნების დროს. ჩვენი თავდაცვის კონცეფცია არის აგებული ტოტალურ თავდაცვაზე. ჩვენ გვინდა რომ დავიცვათ ჩვენი ტერიტორიები და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის და უმნიშვნელოვანესი კონცეფცია, უმნიშვნელოვანესი საკითხი ტოტალური თავდაცვის არის რეზერვი. შექმნა რეზერვის, განვითარება და მომზადება. როგორც მინისტრის ხედვის ამოსავალი პრინციპი, ეს არის ის სამიტის კონცეფცია, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. და ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, ის, რომ ჩვენ არც ერთ ადამიანს არ მივატოვებთ არ მშვიდობის დროს, არც ომის დროს. ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს საქართველოს შეიარაღებული ძალების წინსვლას და განვითარებას. ძლიერი, კარგად მომზადებული და მოტივირებული ჯარი არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერის გარანტია.